ველს და საინტერესო ის არის, რომ გაყიდვის დროს მინისტრი ვინც იყო, გიორგი ამილახვარი, ის აღმოჩნდა ოსებ რაღაცნაირად ჩართული ამ შავი ზღვის უნივერსიტეტის მართვაში. რაც გაფიქრებინებს იმას, რომ მაშინ თავიდანვე იყო აინტერესებული ის სახელმწიფო ამ უნივერსიტეტის გასხვისებაში. ეს უნივერსიტეტების შეზღუდვა შეგვიძლია დავინახოთ, ავტონომიის შეზღუდვა შეგვიძლია დავინახოთ ასევე საკადრო პოლიტიკაში. ქართული ოცნება მოვიდა იმ დაპირებით, რომ იმ კრიტიკით, რომ წინა ხელისუფლების დროს უნივერსიტეტის რექტორებად ნიშნავდნენ პოლიტიკური თანამდებობების მქონე პირებს და თვითონაც ზუსტად იგივე გააკეთა. პირველ წლებში თითქოს თავს იკავებდა ამისგან, მაგრამ ერთ-ერთი პირველი წინააღმდეგობა, რაც ქართულ ოცნებას მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდა, იყო ის, რომ როდესაც ლადო პაპავა დანიშნეს, მაშინ სტუდენტები აჯანყდნენ იმის გამო, რომ მას მოყვა ასევე თან სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემიდან კადრები, ოდერები, რომლებიც აკონტროლებდნენ მის პოლიტიკას უნივერსიტეტში. ესე რომ ეს პოლიტიკა, ანუ ლადო პაპავას შემდეგ ასევე განათლების მინისტრის მოადგილე გადმოვიდა აირჩიეს, ასე ვთქვათ, რექტორად, შემდეგ ისევ ბიუროკრატიიდან გადმოვიდა რექტორი, ეხლა სამუშია, აქამდე იყო ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი და ის იყო ალტერნატივა კანდიდატი, რომელიც წარადგინა სინამდვილეში სახელმწიფო. და ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისი, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა დღეს დიდად არ განსხვავდება იმისგან, რაც იყო ამ წლების განმავლობაში. რაც გულისხმობდა იმას, რომ სულ იყო მცდელობა, რომ ეკონტროლებინა უნივერსიტეტები, თუმცა ამ უნივერსიტეტის კონტროლი ცხადია არ არის ერთადერთი მიზანი დღევანდელი რეფორმის, არის ახლა უკვე უფრო ფართო მიზანი, რომ აკონტროლოს მთელი განათლების სისტემა, მათ შორის სხვა უნივერსიტეტებიც, მათ შორის კერძო უნივერსიტეტებიც, ისე რომ ამ უნივერსიტეტებში შემცირდეს წინააღმდეგობა და გაიზარდოს დამოკიდებულება. ეხლა სწორედ აი ამ ფონზე 2024 წლის მაისში ირაკლი კობახიძე გამოდის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ინტერვიუს იძლევა გიორგი კვიმრაძესთან და იქ ამბობს პირველად, რომ ქართული ოცნება აპირებს, ეს არის 2024 წლის 20 მაისი. თბილისში მიმდინარეობს დემონსტრაციები რუსული კანონის წინააღმდეგ და მაშინ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქართული ოცნება აპირებს, რომ გაატაროს რეფორმები უმაღლეს განათლებაში, რომელიც იქნება ისეთივე მტკივნეული, როგორიც არის რუსული კანონი, ამჯერადობის კანონი, როგორც ეძახიან, რომ ისეთივე რეაქცია იქნება, როგორც აი ამ კანონს აქვსო და ეს დასაბუთება იყო მაშინ ის, რომ აი მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახსენა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი მხრივ მუშაობენ პოლიტიკურად მიკერძოებული პროფესორები და მეორე მხრივ მათ აკლიათ კვალიფიკაცია და ეს უნდა შეიცვალოს, უნდა გაიწმინდოს პროფესორებისგან. მაგრამ მეორე, რაც ასევე ამ ინტერვიუში თქვა, არის ის, რომ ესე იგი ეს ყველაფერი, რომ საქართველოში უნივერსიტეტებში არის პრობლემა, გამოწვეულია თურმე ლიბერალური იდეოლოგიით, რომლის მთავარი მიზანი ყოფილა თურმე ის, რომ ხალხს არ ჰქონდეს განათლება და აი პირდაპირ ესე ამბობდა, რომ ეს რაღაც ლიბერალური განათლების მიზანი არის, რომ ახალგაზრდას არ მისცე განათლება და წაართვა ფასეულობები, ესეთ რაღაცებს ამბობს. და მას მერე დაიწყო უკვე აი ამ ცვლილებების გატარება, ხო? და აი ესე იგი რა მოხდა ამ პერიოდში, მას მერე რაც ეს რეფორმა დაიწყო და რა მეთოდებით და რა გზებით ცდილობენ უმაღლეს განათლების მოთვინიერებას, აი ლელა ჩამხეას და ხო რომ აგრძელოს ეს კეთილის პაპას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა და სიკოსაც დიდი მადლობა ამ ისტორიული შესავლისთვის. ძალიან, როგორც სიკომ თქვა, ძალიან ხშირად ეხლა შეიძლება აქ
ვინც ხართ ამ აუდიტორიას არ ეხება, მაგრამ ხშირად არის შეკითხვები იმის თაობაზე რეალურად რას ნიშნავს, ანუ რა არის ეს დეტალების რეფორმის, რომელიც წარმოგვიდგინეს და აქ აღსანიშნავია ის, რომ ძალიან გასაგებია, რომ ბევრს არ ესმის. რა არის, იმიტომ რომ იმის გამო თუ რა ფორმით მოხდა ამ რეფორმის კონცეფციის ორივე სიუმაღლეს განათლებასთან დაკავშირებითაც და ზოგადად განათლებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ეხლა უფრო კონკრეტულად უფრო უმაღლესზე ვართ ფოკუსირებული, რა ფორმით მოხდა ამ კონცეფციის წარმოდგენა. აი, რა ვიცი, ალბათ გახსოვთ, ჯერ დიდი ხნის წინ დაანონსეს, რომ აი მუშაობთ ამ რეფორმის კონცეფციაზე, ოღონდ არავინ არ ვიცოდით და ახლაც არ ვიცით ვინ იყო ის, ვინც მუშაობდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცით მხოლოდ 15 კაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ მინისტრები და ქალაქის მერი და ასე შემდეგ. ანუ უფრო ისეთი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც ვარაუდობთ, რომ პირადად ისინი არ არიან ისინი, ვინც დაწერეს ეს კონცეფცია, მაგრამ სხვა აი თქვა განათლების სპეციალისტი, ან პროფესორი, ან უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ვინ მუშაობდა, ეს არ ვიცით. ასევე არ ვიცით, იყო თუ არა რამე კონსულტაცია. არა, იყო სიტყვი. არ ვიცით, იყო თუ არა ჩართული, არ ვიცით კი არა, სავარაუდოდ ვიცით, რომ სავარაუდოდ არ იყო ჩართული არც ერთი დაინტერესებული პირი ამ კონცეფციის შემუშავებაში, როგორიც არიან უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, აბიტურიენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, ყოველ შემთხვევაში საჯარო შეხვედრებზე ჩანაწერები არ აქვს, ინფორმაცია არ აქვს. ასევე ვიცით, რომ არ იყო არანაირი არ ახსნა არანაირი მტკიცებულება, არც არსებული კვლევები და ძველი კვლევები, არც ახალი კვლევები ჩატარებული არანაირი მტკიცებულება არ ახლდა ამ კონცეფციას და რაც მთავარია, თვითონ კონცეფცია ისე არის წარმოდგენილი ძალიან დაბალ დონეზე, რომ და ძალიან ბუნდოვნად, ისე რომ რა თქმა უნდა, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ხალხს უჩნდება შეკითხვები, რომ რა არის რეალურად, ხო? იმიტომ რომ მე მგონი ბევრ რაღაცაში მე მივხვდით, რომ თვითონ რეფორმის ავტორებსაც არ ესმით, ან ზუსტად რა არის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხედავთ რაღაცას ერთ წინააღმდეგობრივ განცხადებებს, ერთ დღეს ერთ გადაწყვეტილებას გამოცხადებენ, მერე მეორე დღეს გადათქვამენ, მესამე დღეს დააბრუნებენ და ასე შემდეგ. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო მაგალითად რომ სტუდენტებს, აბიტურიენტებს არჩევანი საშუალება აღარ ექნებათო, მერე კი როგორ არ ექნება, თქვენ ვერ გაიგეთ კარგად. მოკლედ, ძალიან მოკლედ რომ თქვა, ესე იგი შინაარს, ესე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ უმაღლესი განათლების რეფორმის მიზნები ესე შეგვიძლია ან რაზე მოახდენს გავლენას, შეგვიძლია ესე დავაჯგუფოთ და თან მოკლედ გეტყვით, აი რეალურად რას ნიშნავს იქნებ ვიღაცას კიდე უფრო სჭირდებოდეს განმარტება. ერთი ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებლად შემცირდება უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა. ეხლა რატო? აი ეს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, რომელიც გახდა უფრო ისეთი ყველაზე ცნობილი ნაწილი ამ რეფორმის, ეხლა რას ნიშნავს? ძალიან ბევრს ხშირად ესმის ხოლმე, რომ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი ალბათ იმას ნიშნავს, რომ მაგალითად ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი იქნება, მეორე ქალაქში მეორე, მესამეში მესამე. ამას არ ნიშნავს, ნუ მათი წარმოდგენით, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი ნიშნავს იმას, რომ ერთ ქალაქში საჯარო უნივერსიტეტში კონკრეტული ფაკულტეტი ან მიმართულება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ საჯარო უნივერსიტეტში. მაგალითად, თბილისში სამართლის ფაკულტეტი ვერ იქნება ორ სხვადასხვა საჯარო უნივერსიტეტში. ვერც ქუთაისში აქ უკვე უნდა აღინიშნოს, რომ ამისი მთავარი ასევე თან რაც მოყვება არის ის, რომ მრავალპროფილური სასწავლებლები, უნივერსიტეტები თავდაპირველად ასე ითქვა, ყოველ შემთხვევაში იქნება მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში. სხვაგან არა. ეხლა მე ასევე გავხსოვდა ხვები, რომ შეიძლება ბათუმში დატოვონ ისე როგორც არის, მაგრამ ნუ ჯერჯერობით არ ვიცით. ყოველ შემთხვევაში თბილისი და ქუთაისი იქნება ის, სადაც იქნება მრავალპროფილური სასწავლებლები, ოღონდ ამ ქალაქებში, თბილისსა და ქუთაისში, ერთი ფაკულტეტი ვერ განმეორდება ორ სხვადასხვა უნივერსიტეტში და აი მაგალითად ახლა ზუსტად ვთვლიდით წეღან ვთქვათ, არის სამართალი, ბიზნესი,
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებებიც ყველგან არა, მაგრამ აი განსაკუთრებით სამართალი ბიზნესის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებები თბილისში მაგალითად აქვს როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ასევე ტექნიკურ უნივერსიტეტს, ასევე ილიას უნივერსიტეტს და სოხუმის უნივერსიტეტსაც. შესაბამისად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს ყველა მიმართულება დარჩება მხოლოდ რომელიმე მათგანში. დანარჩენში გაუქმდება. ეხლა ხელმისაწვდომობას ეს როგორ შეამცირებს, ესე ვარაუდობთ, რომ აი თქვათ თუ კი გაერთიანდება, აი თქვათ 4 უნივერსიტეტის ფაკულტეტი თუ მხოლოდ ერთგან დარჩება, ანუ იმ 4 უნივერსიტეტში მისაღები სავარაუდოდ მომავალი აბიტურიენტების რაოდენობა არ ვიცით რა მოვა, ხო? ამ აბიტურიენტების რაოდენობას და კვოტებსაც გაურკვეველია, ჯერჯერობით ამბობენ, რომ მერე გამოვაცხადებს, მაგრამ თუ შემცირდა, თავისთავად შემცირდება სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომობა, ხო? მეორე ის არის, რომ მეორე ამას რაც მოყვება ასპექტი არის ის, რომ უნდა გადავიდეს ძალიან დიდი რაოდენობა ქუთაისში. ეხლა ქუთაისში გადასვლას ამაზეც ვისაუბრეთ ადრე, აქვს ერთი ესეთი მნიშვნელოვანი მომენტი. ქუთაისში როგორც თუ მოგეხსენებათ, ამჟამად არის ორი მრავალპროფილური უნივერსიტეტი. ერთი არის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკაკი წერეთლის სახელობის, რომელიც არის მრავალწლიანი ისტორიის და ტრადიციების მქონე და მეორე არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაარსდა ქართულ ფონდის დახმარებით, მაგრამ ბევრმა ამაზე ადრეც ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც შეგახსენოთ, რომ ბევრმა არის, რომ ეს არის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს არ არის კერძო უნივერსიტეტი, ბევრს გონია კერძო, მაგრამ არის საჯარო უნივერსიტეტი. შესაბამისად, ქუთაისში დგება ეს პრობლემა, რომ აი ამ ორ უნივერსიტეტს შორის, ესე იგი, ერთ-ერთში უნდა დარჩეს რაღაცა ფაკულტეტები. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით არის ასევე საინტერესო ის, რომ იგი მოქმედებს აკრედიტაციის სისტემის მიღმა. ის არ არის აკრედიტებული და მისთვის ცალკე მიიღეს კანონი. ანუ და მის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს აღიარების პრობლემა შეიძლება შეექმნათ, კი არა და ექმნება საზღვარგარეთ. იმიტომ რომ მათი დიპლომი არ არის აკრედიტებული საქართველოს აკრედიტაციის სისტემის თანახმად. ეს ალბათ ერთ-ერთი მიზეზია, მაგრამ არის სხვა მიზეზები, რის გამოც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ძალიან ცოტა სტუდენტი სწავლობს. ბევრად ცოტა, ვიდრე იყო დაგეგმილი და იმედი ჰქონდათ მის დამაარსებლებს, ანუ ამ წუთას სადღაც 1500-მდე სტუდენტი სწავლობს. მხოლოდ მაშინ, როცა იგეგმებოდა, რომ სადღაც ჯერ 60, მერე 30000 სტუდენტი უნდა ყოფილიყო. ესეთი გეგმა იყო, მაგრამ თუ შეხედავთ ადგილების რაოდენობები არ ივსება. ძალიან ბევრი ადგილი რჩება შეუცვლელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და თუმცა ანუ აი ამ ეხა ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის და გეოგრაფიული დეკონცენტრაციის კონცეფციის შესაბამისად სავარაუდოდ დაიგეგმება, რომ თბილისიდან მოხდეს სტუდენტების დიდი რაოდენობის გადაყვანა ან რაღაცნაირად გადამისამართება სავარაუდოდ, იძულების წესით გამოდის, ქუთაისის წესით ვამბობ, იმიტომ რომ აი ნახოთ როგორ იქნება, მაგრამ კვოტები თუ დაწესდა მცირე თბილისში და მეტი ქუთაისში, მაშინ ვიღაცებს მოუწევთ აბიტურიენტებს მოუწევთ ქუთაისის არჩევა. ამ მხრივ ეს ხელმისაწვდომობასთან ერთად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის საკითხების ხარისხი გარდაუვლად გაუარესდება განათლების ხარისხი, იმიტომ რომ ჯერ ერთი დავიწყოთ იქედან, რომ ესე ნაჩქარევად, აი ნოემბერში გამოცხადებული რეფორმა, რომ უკვე მარტში განხორციელებული უნდა იყოს, რომელიც მარტში, რადგან მარტში უწევთ ახალ აბიტურიენტებს ახლა პროგრამის არჩევა. ასე უცებ, ასე ძალიან ყველა პროგრამის გამსხვილება საჯარო უნივერსიტეტებში არის ფაქტიურად წარმოუდგენელი, ისე რომ ხარისხიანად თვითონ იდეა რომც კარგი იყოს. სამ თვეში არ ვიცი, უბრალოდ წარმოიდგინეთ, ახლა ყველა პროგრამაში არის თავიანთი პროფესორები, სტუდენტები, ყველას აქვს თავისი კურიკულუმი, ყველას საგანს აქვს თავისი სილაბუსი
და აი ამ ყველაფრის ეხა შერწყმა, აი მაგალითად რაღაცა მიმართულება ფიზიკა, თუ რო წარმოვიდგინოთ ხო ხო ყველა ფიზიკა, თქვა ილიაუნიში, თესეუში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოხუმში ხო ყველას აქვს თავისი საგნები, სილაბუსები, პროფესორები და ის ყველაფრის შერწყმა როგორ მოხდება. გაუგებარია და პლუს ამას ემატება, რომ მხოლოდ ეს ხომ არ არის, ანუ ხარისხზე ასევე ძალიან მოახდენს გავლენას საბაკალავრო პროგრამის სამწლავდე შემცირება. ანუ ეს კიდევ დამატებითი სირთულე, რომელიც ასევე აი ხა მიმდინარე თვეებში უნდა განხორციელდეს, რომ აი ყველა პროგრამა დაწერილია 4 წელზე და აი რაღაცა 2-3 თვეში უნდა დაიყვანონ ეს 4 წელზე გაწერილი პროგრამა 3 თვეზე. ისევ იმეორება, აი სულ რო თვითონ იდეა რომ წინვალე იყოს, აი ამისი განხორციელება იქნება ძალიან რთული და მესამე კიდევ რაც ემატება არის პროფესიულ მასწავლებელთან დაკავშირებული ისა ცვლილებები. როგორც გამოცხადდა, თითო მიმართულებას უნდა ხელმძღვანელობდეს ერთი სრული პროფესორი, რომელთანაც იმუშავებს 2-3 ასოცირებული და 10 ასისტენტი. ანუ ყველა პროგრამაზე ასევე უნდა გააირკვეს ჯერ უნდა გაირკვეს საერთოდ რა არის ფაკულტეტი, რა არის პროგრამა, რა არის მიმართულება, რა ყველა უნივერსიტეტში სხვადასხვა არის და აქ კონცეფციაში არ არის ეს მკაფიებული და როცა გაირკვევა ეს ყველაფერი, მე ასევე უნდა დადგინდეს კრიტერიუმი, ხო, რაღაცა რა არის მიხედვითაც კონკრეტული პროფესორი რჩება სრულ პროფესორად ან ასისტენტ პროფესორად. ანუ ეს წარმოგიდგენთ ხა განათლების ხარისხზე, რომელიც ისედაც მაღიაროთ, რომ ნამდვილად არის პრობლემური და ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ანუ პროგრამების გამსხვილება და ერთიანება, საბაკალავრო პროგრამების სამწლამდე შეკვეთა და ესე პროფესორების გადანაწილება, გადმონაწილება, აი ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს სწრაფად, ამან შეუძლებელია, რომ განათლების ხარისხი არ გააუარესოს. ანუ ეს ხელმისაწვდომობა ხარისხი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტების ავტონომია აი ხშირად გვესმის ესეთი განცხადებები, რომ არც სტუდენტების რაოდენობა შემცირდება, არც ავტონომიას ვახლებთ ხელს. აი ესეთი განცხადებები იყო, მაგრამ ავტონომიას სტუდენტების რაოდენობაზე ჯერჯერობით ვლაპარაკობთ მომავალში, იმიტომ რომ არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ ავტონომიაზე უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე შეილახა ავტონომია. ამას არ არის ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, იმიტომ რომ უკვე შეტანილია უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ადგენს უნივერსიტეტებში პროგრამებს, ფრჩხილებში უწერია კურიკულუმს და სტუდენტების კვოტებს. ანუ უნივერსიტეტს რა პროგრამის განხორციელება შეუძლია და რა არა, ამას თვითონ უნივერსიტეტი არ ადგენს და ავტონომიის ამაზე უფრო პარტივი განმარტება არ არსებობს, რომ უნივერსიტეტმა თუ თვითონ არ იცის რას ასწავლის, აბა რანაირი ავტონომია და ეს პირდაპირ უკვე წერია კანონში, ანუ ეს არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს უკვე ხელყოფილია ავტონომია და საერთაშორისო განზომილება არის ასევე ძალიან მეოთხე საკითხი, ანუ ხელმისაწვდომობა, ხარისხი, ავტონომია და საერთაშორისო ინტეგრაცია, რომელიც ასევე კავშირშია აუცილებლად განათლების ხარისხთან, იმიტომ რომ საერთაშორისო ინტეგრაციის გარეშე მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება შეუძლებელია და საერთაშორისო ინტეგრაციას პირდაპირ არტყამს ძალიან ბევრი ფაქტორი, მომენტი ამ კონცეფციის უპირველეს ყოვლისა საერთაშორისო სტუდენტების მიღების აკრძალვა და ასევე აი ეს ცვლილებები მაგალითად ეს ავტონომიასთან დაკავშირებით პრობლემები, ეს ყველაფერი თავსებადობის პრობლემას შეუქმნის ჩვენ საგანმანათლებლო პროგრამებს და აი მაგალითად თუ კი ისე მოხდა, რომ თქვა ქუთაისის უნივერსიტეტში საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიზარდა სტუდენტების მიღება, რომელიც არის აკრედიტაციის სისტემის მიღმა, ეს პირდაპირ პრობლემებს შეუქმნის სტუდენტებს აღიარებს. ანუ აი ამ მიმართულებებით განათლების ხელმისაწვდომობის, ხარისხის, ავტონომიურობის და საერთაშორისო ინტეგრაციის თვალსაზრისით, რომელშიც 4-ვე ამ მიმართულებით საქართველოს უმაღლეს განათლებას ისედაც ჰქონდა ძალიან ბევრი პრობლემა და ამას რა ვიცი, ყველა აღიარებს, მე მგონი არ არის ადამიანი, რომელსაც ამას არ აღიარებს, თუმცა აი ამ შემოთავაზებული ღონისძიებებით ყველა ეს მიმართულება გაუარესდება.
ეხა რაც შეეხება რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, ჩვენ ვიცით რომ თებერვალში უნდა გამოცხადდეს უნდა გამოცხადდეს აი ეს პროგრამები, რომელ უნივერსიტეტში რა პროგრამა რჩება და რა კვოტები რა იქნება. აი ამ მომენტისთვის, რა თქმა უნდა, თებერვლამდეც არ უნდა გავაჩეროთ მუშაობა და ყველას ვესაუბროთ, ვისაც საჭიროა, იმიტომ რომ როგორც თქვი, მე მგონი ძალიან ბევრ ადამიანს გაცნობიერებული არ აქვს, რა შეიძლება მოხდეს და რა მოხდეს. და თან შეიძლება სტრატეგიულიც არის, რომ რაღაცა ბუნდოვანებას ტოვებენ, რომ მეერე აი ფაქტის წინაშე დადგეს ყველა. დრო მოვა ამის, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იანვარში როგორც საუნივერსიტეტო საზოგადოება, ასევე მშობლები, მოსწავლეები, მასწავლებლები რაღაცნაირად მოახდენენ მობილიზებას და მაგრამ არ არის მე მგონი მობილიზება აუცილებელი, მაინდა-მაინც რო ქუჩაში გამოხვიდე და იყვირო, შეგიძლია, არ ვიცი, თავისი პატარა ჯგუფები შექმნან აბიტურიენტებმა თუნდაც, რომლებმაც ჯერ კიდევ აი ხა დეკემბრის ბოლოა და არიციან მაგალითად რომელი ქალაქის და რომელი უნივერსიტეტის არჩევა მოუწევთ მარტში, იმიტომ რომ გაურკვეველია მათი მომავალი და ასე ჰაერში არიან ფაქტობრივად დამოკიდებული და იმედი მაქვს, რომ აი უახლოეს თვეებში მოხდება რაღაცნაირად უფრო საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია. მე მგონი რომ რაღაცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმის გამო, რომ ჯერ ერთი ჩვენ დავინახეთ, რომ რამდენიმე მომენტში, როცა ვთქვათ, რაღაცნაირად მოხდა ესეთ საზოგადოებრივი აზრის გამოხატვა ცოტა უფრო მკაფიოდ, რაღაცა მომენტებში უკან დაიხიეს რეფორმის ავტორებმა, აშკარად და მე ოღონდ თქვენს ისე კი არა რომ დავიხიეთ თქვენს რომ თქვენ ვერ გაიგეთ, მაგრამ იყო ეს ნამდვილად და ამიტომ მე მგონი რომ საზოგადოებრივი აზრის გამოხატვას გინდა ქუჩაში, გინდა სკოლაში, სახლში, სამეზობლოში, სოციალურ ქსელში აქვს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. განსაკუთრებით ისეთი ადამიანებისგან, ვისაც არ აქვს არანაირი პოლიტიკური დაინტერესება და მიკერძოება. ეს ერთი და მეორე, რის გამოც ოპტიმისტურად ვარ შედარებით განწყობილი, არის ის, რომ ცოტა უფრო ცუდი მიზეზია, მაგრამ გონია, რომ უბრალოდ შეუძლებელია ამ ყველაფრის განხორციელება საფუძვლიანი ქაოსის შექმნის გარეშე. აი ხა არ ვიცი, ყველა საჯარო უნივერსიტეტში პროგრამების გაერთიანება, წლების შემცირება, პროფესორ-მასწავლებლების ოპტიმიზაცია, რეგიონებში, ეს რეგიონებში ყველგან პროფილურად ქცევა, მიმართულებების აი უმოკლეს ვადაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ რა ვიცი, მე მგონი შეუძლებელი იქნება და ამიტომ ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამასთან დაკავშირებითაც საზოგადოების მობილიზაცია და მაქსიმალურად გახმოვანება იმ კონკრეტული რაღაცების, რისი წინააღმდეგიც ვართ. აი მაგალითად, რა ვიცი, მე რომ მაგალითად აბიტურიენტის მშობელი ვიყო, სრულიად არაფერი რო არ მესმოდეს განათლების სისტემის და რო ვიცოდე, რომ აი ხა მარტში უნდა დარეგისტრირდეს ჩემი შვილი და ვიცით, რომ ასევე ძალიან ოჯახები ძალიან მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავენ რეპეტიტორებთან სამეცადინოდ, სამწუხაროდ სკოლები არ აძლევენ მოსწავლეებს ისეთ განათლებას, რომ შეძლონ ჩააბარება რეპეტიტორების გარეშე და როცა იცი, რომ უნდა ჩააბაროს შენმა შვილმა, ამაში ფულს იხდი და არ იცი სადმე ჩააბაროს. წარმოდგენაც კი არა გაქვს, ანუ შეიძლება შერჩეული მქონდა, რომ არ ვიცი, ჩააბარებდა ილიას უნივერსიტეტში ფსიქოლოგიაზე, ან თსუ-ში ეკონომიკაზე და ეხლა ამბობ, რომ შეიძლება თსუ-ში საერთოდ არ იყოს ეკონომიკის ფაკულტეტი. ანუ მე მგონია, რომ ასეთ დონეზე თუ გააცნობიერებს ყველა ამას, რომ ეს ანუ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ავტონომიის საკითხები, ხარისხის საკითხები, მაგრამ აი არის ეს
ის საკითხები, რომლებიც ყველას პირდაპირ ეხება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, იმიტომ რომ ყველას ხავს მოსწავლე ოჯახში, ან სტუდენტი, ან აბიტურიენტი და ასევე შეეხება აუცილებლად არსებულ სტუდენტებსაც. და იმიტომ რომ ბევრი სტუდენტი ფიქრობს, რომ ეს მომავალ თაობას შეეხება და მას არ შეეხება, მაგრამ აუცილებლად შეეხება არსებულ სტუდენტებსაც, იმიტომ რომ გაუგებარი იქნება მათი ფაკულტეტების, მათი პროფესორების, მათი საუნივერსიტეტო შენობების ბედი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველას მობილიზაცია, საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, სადაც ვისაც რაც შეუძლია. მადლობა. მადლობა ელა. ერთ-ერთი დავამატებ იმას, რაც არის თქვა და რაც მე მგონია ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. არის ის, რომ უბრალოდ ყიდიან შენობებს და აპირებენ, რომ გადაისროლონ ეს უნივერსიტეტები სხვა ქალაქებში. და ეს არ არის, მე მგონი, ჩვეულებრივი რაღაცა მიწის გაცვლა და ინფრასტრუქტურული რაღაც პროექტი. ეს არის საზოგადოებრივი პროექტიც, ხო? ანუ ეს არის საზოგადოების ფორმირებაში ჩადებული ძალისხმევა. ანუ ეს არის ცდილობა, რომ თბილისის ცენტრიდან გაიტანონ საგანმანათლებლო დაწესებულებები, შესაბამისად გაიყვანონ ის ხალხი, ვინც აქ არის ჩართული, პროფესორები, სტუდენტები, იმისთვის, რომ საზოგადოება მაგალითად ქალაქის ცენტრში იყოს დაკავებული სხვა რაღაცეებით, მაგალითად რაღაც ყიდვით და გაყიდვით, ჯამით, სმით, დასვენებით და ასე შემდეგ, მაგრამ არა სწავლით. რაც თავისთავად არის, ხო, მე მგონია დიდი პრობლემა. და თუ ეხლა გავყვებით აი რაღაც შევჩვავაზის გამზირს, ისევ ერთ-ერთი პრობლემა მაგალითად თამბაქოს მოხმარების კანონი რო შემოიღოს, ის იყო, რომ აი ამ ქუჩაზე რეალურად შეუძლებელია იმ კანონის ამუშავება, იმიტომ რომ დისტანცია უნდა დაიცვას საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან და ქუჩაზე შეუძლებელი წავიდეს ბაკიდან სხვაგან. იმისთვის რომ ოციოს სიგარეტს. იმიტომ რომ იდეა ჭიდროთ არის ამ ქუჩაზე აშენებული სულ საგანმანათლებლო დაწესებულებები და ამათ გაყიდვას აპირებს და რუსთავში გადადეს. მე მგონია რომ ეს არ უნდა დაგორწოს. ავტორი მარინა. მოგესალმებით ყველას, მე ბევრს არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ სიკომაც და ლელამაც უკვე საკმაოდ ვილაპარაკეს, მხოლოდ რამოდენიმე ჩემთვის პრინციპულ საკითხზე შევჩერდები. პირველი, ამ წუთას მიღებული რეფორმის კონტექსტში ცვლილებები, რომელიც არის უმაღლესი განათლების კანონში, ფაქტობრივად გულისხმობს ამ კანონში, რომელსაც ცვლილება არის შეტანილი დღიდან დღეებისა, თვითონ ეს კანონი აბსოლუტურად არის წინააღმდეგობაში, სხვადასხვა პუნქტები ერთმანეთთან არის წინააღმდეგობაში მოსული, რაც ნიშნავს იმას, რომ რეალურად დოკს ყურს საიდანაც გინდათ, იქიდან მიაყავს. ანუ ასეთ შემთხვევაში იქნება სივრცე, რომ ვიღაცისათვის რაღაცები იქნება დაშვებული და ვიღაცებისათვის რაღაცები არ იქნება დაშვებული. ანუ ის ძირითადი საკითხი, რომ უმაღლესი განათლება ნებისმიერ ქვეყანაში ექვემდებარება რაღაცა ინსტიტუციურ მოწყობას, ანუ რაღაცა ტიპის ინსტიტუციაა, რომელიც ემსახურება ქვეყნის განვითარებას, ეს ამ კანონში უკვე არანაირად არ არის დაცული. არ არის დაცული არა მარტო შინაგანი წინააღმდეგობის გამო, არამედ არ არის დაცული იმის გამო, რომ უმაღლესი განათლება, რომელიც აქამდე თავსებადი იყო საერთაშორისო უმაღლესი განათლების სივრცეში და განსაკუთრებით იმას, რაშიაც ევროპული უმაღლესი განათლების სივრცე ქვია, ის უკვე აღარ ხდება ამაში თავსებად. კონტრარგუმენტი შეიძლება იყოს, რომ დაშვებული არის, რომ ბაკალავრიატი იყოს 180 კრედიტი. ნამდვილად არის დაშვებული. ამაზე არავინ არ დაობს, მაგრამ არ არის დაშვებული საშუალო სკოლა, ანუ პირველი 3 საფეხური იყოს 12 წელზე ნაკლები. რაც ნიშნავს ესეთ რაღაცას, რომ თქვენ ავტომატურად სულ წარმოვიდგინოთ, რომ როგორც გვირდებიან, ეს იქნება სტუდენტების სამოთხე,
თქვენ ამოყობთ იმ 60-ში თავს, როგორც ძველი ანეკდოტივით, 60 არის გაყოფილი ერთი კათოლიკე პროტესტანტებისათვის და მეორე მართლმადიდებლებისათვის და მართლმადიდებლებს გონიათ, რომ მარტო ისინი არიან 60-ში. ანუ ფაქტობრივად გამოგვდის ესეთი სიტუაცია, რომ ჩვენ იმთავითვე ამ განათლების რეფორმით ვეთიშებით საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეს, არაფერს აღარ ვლაპარაკობ კვლევით სივრცეზე, იმიტომ რომ მე ვკითხე სხვებსაც და სამაგისტრო პროგრამა არსებობს გარკვეული რეგულირებადი პროფესიები, რომლებშიც ერთი მნიშვნელოვნად საჭირო არის 180 კრედიტის დაგროვება მაგისტრატურის დანერგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც არ უნდა უნივერსიტეტი დაამთავროს, თქვენ უბრალოდ არ გექნებათ საშუალება გახვიდეთ სამუშაო ბაზარს. და უფრო მეტიც იტყვიან იმას, რომ თქვენ არაკვალიფიციური ხართ ამ სამუშაოს შესრულებისათვის. მაგალითად მოვიყვან ისეთ დარგებს, როგორიც არის კლინიკური ფსიქოლოგია, როგორიც არის განათლების სკოლის ფსიქოლოგია, როგორიც არის სოციალური მუშაობა და ასე შემდეგ. სოციალური მუშაკი სულ არ ჭირდება, გინდა თუ არა დოქტორანტურაზე აბარებდეს, მას ჭირდება გარკვეული კვალიფიკაცია. დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს მასწავლებლების პროგრამაც გადათამაშებული არის სულ ცოტა 5 წელიწადი და არც ერთ შემთხვევაში 4 წელიწადი და ის რეგულირებადი პროფესიები, რომელიც ერთადერთი დაშვებული იყო გამონაკლისს სამედიცინოდ. ანუ პირველი ეს რეფორმა შლის ინსტიტუციურად უმაღლეს განათლებას, მეორე ეს რეფორმა ღვთიშავს საერთაშორისო სივრციდან, სადაც აქამდე თავსებადი იყო და მესამე ეს რეფორმა ახდენს დისკრიმინაციული გარემოს შექმნას, სადაც მანიპულირება მარტივად იქნება შესაძლებელი. უფრო მეტიც, რომელი პროგრამაც არ უნდა დაამტკიცოს სახელმწიფო, ასეთ შემთხვევაში ამ პროგრამას არ ექნება კვალიფიციური შეფასების, ასე ვთქვათ, შეფასება თანხლები, იმიტომ რომ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კანონი, რომელიც იყო გამოტანილი მის განმარტებით ბარათში, მე რომ ვკითხოთ, ეს არის სრულიად ფანტასტიკური დოკუმენტი, წერია, რომ არავისთან არ გაგვივლია კონსულტაცია, რომ არანაირი კვლევა არ ჩაგვიტარებია და რომ ანალოგი არ არსებობს. ანუ რჩება ესეთი ყოვლის მცოდნე საქართველოს მთავრობა, რომელიც აი აქ ვინც ვდგავართ, კონსერვატორიიდან დაწყებული ემისი რა ქვია, მაღალი ტექნოლოგიებით დამთავრებული და ამტკიცებს ყველა პროგრამას. რა მინდა მე ამით ვთქვა? მე მინდა ამით ვთქვა, რომ აკადემიაში თავის დროზე, გრამასაფრთა კავშირში, მე პირადად ფსიქოლოგია იმიტომ ავირჩიე, რომ არანაირი სურვილი არ მქონდა მეცნიერებისა და კვლევის გარდა რაიმე პოლიტიკურ თამაში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო აღმოჩენილიყავი და ყოფილიყავი ისეთ ადგილას, სადაც შემეძლო თავისუფლად აზროვნება. ამიტომ წავედი ფსიქოლოგიის ინსტიტუტშიაც, იმიტომ რომ მეცნიერებათა აკადემია მეტი ავტონომიის საშუალებას იძლეოდა. ვერ არ გავაგრძელოთ, ამ წუთას შემოთავაზებული რეფორმა აგრძელებს იმ ინსტიტუციური ჩარჩოს დასრულებას, რომელსაც ქვია სრული კონტროლი ყველა სისტემაზე, ეს უკვე გაკეთებულია სამართალში, გაკეთებულია საჯარო მომსახურების სფეროში და როგორც ერთი ავტორი ამბობდა 1951 წელს, თავისუფლებისაგან გაქცევა სახელმწიფომ და ავტორიტარულმა რეჟიმმა უნდა დაასრულოს განათლების, ასე ვთქვათ, სრული უზურპაციით. ეს რეფორმა სხვა არაფერი არ არის, თუ არა უმაღლესი განათლების უზურპაცია და სოციალური ინჟინერიის საშუალებით ცდილობა იმისა, რომ საზოგადოება დაშალოს. დიდი მადლობა. ვინმე სხვა აქვს? ამათოთ მე ახალი წლის წინ. ციო ახალს. გასაგებია. ჩვენ ხო ნაწილი აქედან ვიგრებებით ყოველ ღამე ახალი წლის შესახვედრად რუსთაველზე
არის ბევრი სხვადასხვა რაღაც დაგეგმილი, მათ შორის ყველაზე გამორჩეული იქნება კონცერტი და ასევე იქნება საჩუქრების გასვლაც, თუ ჯერ არ გინახავთ, შეგიძლიათ ეს პლეის მოედნის გვერდზე ნახოთ, არის აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ, რომ იპოვოთ ადამიანი, რომელიც გაჩუქებთ საჩუქარს და ვისაც აჩუქებთ თქვენ. საჩუქარს, ვისაც ვერ გნახავთ, გილოცავთ წინასწარ ახალ წელს, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას შემდეგ წელსაც. მე მგონია, რომ წელს ბევრი გამარჯვება ჰქონდა, ბევრი ადამიანი გავიცანით, ბევრმა ადამიანმა გაიმარჯვა უმეცრებაზეც და კონფორმიზმზეც და ბევრმა ადამიანმა აჩვენა, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად არის საიმედო ხალხის ხელში, რომელიც ზოგი ქუჩაში, ზოგი სხვა დაწესებულებებში ცდილობს, რომ რაღაც უკეთესი გახდეს და ჩვენ შემდეგ წელსაც გავიმარჯვებთ ცხადია. გილოცავთ წინასწარ გიგერი ახალწელს.